მოითხოვს თუ არა პროკურატურა პატიმრობას კახეთის ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გიორგი ჭიღლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით ქორწილში მყოფი არაერთი პირია გამოკითხული ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ. ჭიღლაძის ადვოკატი აცხადებს, რომ რუსულენოვანი ტურისტის ადვოკატის ინტერესია საქართველოს მოქალაქეს ბრალი დაუმძიმონ. ალიონა ნესტერიუკის ინტერესებს ლალი აფციაური იცავს. ადიდებული მდინარის საავტომობილო გზაზე გადმოსვლის გამო ქუთაისი-ლაზდილის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ დროისთვის ადგილზე წყლის დონე ისევ მაღალია. მდინარის გზაზე გადმოაქვს ქვა, ღორღი და დიდი ზომის ხის მორები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სამიზნეებამდე მანძილი ჩვენი საზღვრიდან 400 კილომეტრზე მეტია. სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთის თითოეულ დარტყმას. ზელენსკიმ მოსკოვის ოლქზე იერიში დაადასტურა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში ლოგისტიკის ობიექტები და ნავთობის ბაზა დაბომბეს. ამერიკამ ირანზე თავდასხმის ახალი ტალღა იორდანიასა და ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროების პატივსაცემად განახორციელა. ინფორმაციას ტრამპი ავრცელებს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დარტყმები უკვე მე-9 ღამეა გრძელდება. სამიზნეს ირანის სამხედრო, საზღვაო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა.